საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეთერშია ყველაზე სასაცილო, ყველაზე სახითქითო გადაცემა და რა თქმა უნდა ყველაზე რეიტინგული გადაცემა ანეკდოტების შოუ პატა გულიაშვილთან ერთად. მადლობა დამწყის საზოგადოებას, მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა ადამიანებს, რომლებიც ეხლა უნდა ვთქვა და ძალიან გახარებული ვარ ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც Facebook-ზე ესე აქტიურობენ, დიდი მადლობა თქვენ და იაქტიურეთ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებას ახალისებს მხოლოდ და მხოლოდ შოუ ანეკდოტების. დიახ, ჩემო ძვირფასებო, ჩემთან ერთად. თქვენი აპლოდისმენტები იქნება საინტერესო. დიდი მადლობა. Რა თქმა უნდა, მე ძალიან საინტერესო ანეკდოტი მოგიმზადეთ და სანამ ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენდეთ, მოდი პატარა შევეცდები რომ გაგახალისოთ. მოკლედ წარმოვიდგინეთ სიტუაცია იმერეთი, ქორწილი, სეფა გაშლილი არის ერთი ამბავი და მუსიკოსები როგორც ყოველთვის ამ ქორწილსაც ამშვენებენ და ეგრეთ წოდებული Yamaha-ზე ძალიან გამხდარი, რა შედარება, თითიდან გამოწორვილი ადამიანი ზის, რაღაცა ვერც უკრავს გამხდარი ცარიერი ძარღვები. ესე და რაღაცა თავისთვის არის, წარმოვიდგინეთ რომ აპარატი პირის აპარატზე დიდი არის მიკროფონი. წარმოვიდგინეთ, ეხლა ძალიან გამხდარია და ამ დროს მიდის ერთ-ერთი ქუთაისელი და 50 ლარიანი დაუგდო Yamaha-ზე მოტრიალდა და წამოვიდა. ესე უყურებს საწყალი თვალებით, ეხლა მუსიკოსები ეუბნებიან, ბიჭო, მიდი დეეწი, ახლა მათ რაღაც აცხარი მუსიკა ენდომებოდა და მაგის შარის სად გვაქვს დეეწიე რა უნდა და ეს წამოდგა ძალიან და ბოდიში რა დაუკრა თამა გამოხდა. რა უნდა დაუკრა, ბიჭო, რას გავხარ, წადი რაც ხაწვია ენჯამე, რა უნდა დაუკრა შენო. ასია შემოკარგო. ახლა რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ გადაცემაში მიიღებენ მონაწილეობას, აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან მონატრებული, საინტერესო და იუმორით სავსე გუნდები შეიკრიბნენ დღეს. მას ასე, ყვითელი სავარძელი, ყველასთვის საყვარელი, ალბათ არქივი, სატელევიზიო იუმორის ყველასთვის საყვარელი ლევან ნელაშვილი და მისი მეგობარი სკიპი. ასევე მოგესალმებით დავზანდით. ასევე უნდა წარმოგიდგინოთ მათი კონკურენტები დღეს, მომღერალი, არაჩვეულებრივი ხმის პატრონი, მოპუტკუნებული ბულბული, ლაშა ღლონტი და მისი მეგობარი მსახიობი კახა ჯოხაძე. დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო. გამიხარდა ესეთი გაალამაზე ჩვენი სტუდია, მშვენივრად გამოიყურებით, მინდა გითხრათ. მეგობრებო, აქა ვარ მეც რამე რო იყოს. ესე იგი, ხომ ხართ კარგად? გადასწრებით. მოდი კაპიტნებიდან დავიწყებ და დავიწყებ ძვირფასი ლაშასგან. ლაშაში პირველად თორე კაპიტანი. და სხვათა შორის ამ ჩემს მეგობარს დღეს ერთად რო ვართ, თავის სახელით და გვარით არასდროს არ აღვიქვავდი, ღლონტების სიძეთ აღვიქვავდი, ყოველთვის სიმწერიანი და გავამდიდა. ასია, ჩემო კარგო და აქ დაგიმშვენა კიდევაც გვერდი. ესე იგი, ჩემო ლაშა, ძვირფასო, როგორ არის საქმე? იოგები რაშვება, ხო ყველაფერი წესრიგშია. იოგები კარგად მუცლის კუნთები მომისუსტა ცოტა. იოგებს არა უშავს, კარგად არის. ესე იგი, მე მაინც მესმის და მიხარია რომ ამ ასე ვთქვათ ისეთ პერიოდში, როცა პრინციპში შეიძლება ითქვას არაფერი არ ხდება, მაინც კონცერტები გაქვს და მიხარია ეს ყველაფერი. ჩვენ თუ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ხელს დავიბანთ დისტანციაზე ვიქნებით, აგერ ახლა ძალიან მინდა ჩახუტება ამ ხალხთან, მაგრამ ცოტა ხანი არა და სხვათა შორის დღეს მე თუ მოგვინდა და თუ გვექნება სურვილი და ხასიათი, სიმღერასაც ისეს ვიმღერებ, ჩახუტებაზე რო არის რა. შეგეკაცრა გაკავშირებს ღმერთი. ამას რატო ვიძახი, იცი რომ სხვადასხვა კუთხეებში გაქვს კონცერტები და იმედი მაქვს რომ კონცერტის დაწყებამდე ან შემდეგ სუფრასთან, დისტანციურ სუფრასთან რაღაცა ახალი ანეკდოტებიც გეცოდინება, ხო? სხვათა შორის დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ელავის თეატრში ქონდა მე და მურმან ჯინორიას არაჩვეულებრივი კონცერტი, შენი დახმარებით და გვერდში დგომით. დიდი მადლობა. ესე იგი რატო დავიწყე? გაიხარე ჩემო ლაშა, მიხარია კიდევ ერთხელ აქ რო ხარ, ლევან, ჩემო ბატონო. ესე იგი, მართლა გეფიცები, არ ვიცი, შემიძლია დავიგინო კიდევაც. მაგრამ მიყვარხარ. მართლა ხატარები რო ვიყავით ჩვენი თაობა, მართლა შენი იუმორზე და მეტი არაფერიც არ იყო ტელევიზორში და მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. აპლოდისმენტები ჩვენ ლევანს ადამიანს. ანტირული ვარ დასაბუთებულად. იუმორის მამა მოგვიყვანეთ ასეც არ არის. არა, ასე არ არის თქვა საქმე. არა, კაპიტანი უყოფილო არა ხო ასეც არა. შენი იუმორის ამბავი რო ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. ლევან, რა ხდება შენ? არა მგონია. არაფერი ისეთი შემოქმედების მხრივ.
პაუზა. ეხლა შეგიძლია ამოაფრქვიო ყველაფერი. ბატონო. თან პაუზა აქვს ისე დუღზე იქნება ეხლა. სკიპი. ბატონო. ყველა გიცნობს სკიპით. მოდი ერთხელ და სამუდამოდ კამერების წინ სახელი და გვარი შენ თავად გამოაცხადე. 1 2 3. სკიპი მამუკა ნადირაძე. მაინც სკიპით. აი ხო ხედავ. სკიპს იმ სკიპისთან კავშირი აქვს. ფოტოშოპის სკიპი საიდან იცი? აი სერიალი ჩვენ იყო? ბავშვობაში სერიალი იყო ავსტრალიური კენგურუზე. სკიპი, აბერუშ კენგურუ. აი, ამას ვიდეოდი და ღეროდი და ნუ სკიპი დამარხეს. მე მაგის შემდეგ წამოვიდა ლესი, ფლიპერ, რაღაცეები, რიკი ტაურტო დიპიტიმი ტაურტო რაღაც. არა, რიკი ტაურს სკიპი ჯობია. ხო, სკიპი ჯობია. ხო, მე გადმოვიდა უკვე იზაურა და რაღაცა. მე იზაურავ და მოაწყო ამას. არა, როგი ყურებ იზაურად არ მოგიხდება. არა, ჯვარი. მოკლედ, რა ვქნა, მე სკიპი მირჩევნია და ჩვენ სკიპი ხატავს ახლა ვიზუალურად არ გავს. არ სკიპი ხატავს მეწონა. მოკლედ, განწყობა ხო გაქვს გათამაშო, რა თქმა უნდა. შენი კუთხიდან მოტანილი ანეკდოტები გააქვს? რა თქმა უნდა, გორი, შიდა ქართელი, ჩემი. შეგენაცვალე. ვარ სოსოს გარეშე. ჯერჯერობით სოსოს გარეშე. ჯერჯერობით. ძალიან კარგი, მადლობა. კახუში, რა ხდება შენსკენ თეატრალურ? არაფერი, რა ვიცი, ნუ როგორც ყველას, ახლა შენს ჩემზე უკეთესად იცი. მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებლისთვის ვიტყვი. ხო, არა, სიწყნარია თეატრში, ნუ აი ველოდებით ამ ასე ვთქვათ, 1 ნოემბერს, რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ ცოტა ამუშავდებით. მაგრამ იმიტომ კი არ მოვედი აქ რომ ან რაღაცა ანეკდოტებს ყვები განსაკუთრებულად ან ბევრი ვიცი. უბრალოდ მომენატრეთ რა ხალხურა და აი ესე კაცი ინფორმაცია. დროებით უმუშევარია? დროებით შეჩერებული. გლონდების კისერზე. გლონდების კისერზე. აი ხა შუმათავარ. კახა ერთი ინფორმაცია მაქვს. მე რაღაცნაირად თითქოს გადაწყვიტე, არ ვიცი ხლა მართალია თუ რა, ამიტომაც მინდა კითხო, რომ მოწყდე ქალაქს და რაჭაში გადახვიდე საცხოვრებლად. მინდა ძალიან, აი ძალიან მინდა იქაურობა, მიყვარს და ნუ წელს ვიყავი. ლობიანი თუ ლორი? ხორცთან მე ვინაიდანაც ვერ ვარ კარგად. რატო არ ჭა ვეგეტარიანი? არა, არ ვარ ვეგეტარიანი, უბრალოდ გემო არ მომწონს რა. რაღაცა არაფერი არ დაჭა. ამიტომ ლობიანი გადასარევი. კაი ხორციანი შოკოლადი. ხორციანი შოკოლადი, იდეალური. ვერასოდეს ვერ მოხდები ხორცის შენ კრემის. არ ვიტყვი. რეკლამაში რო არ ჩამეთო. ხო და ამიტომ საინტერესო ამბავი კი ახსენე ახლა რა ვქნა რა. მოკლედ არ ვიცი როგორ ახსნა, მაგრამ ულვაშებიანი კაცი ვარ იქ. მოკლედ ღმერთმა ხელი მოგიმართოს გადაწყვეტილება, ვიცოდი რომ ჩვენ აქ ჭირდები და განსაკუთრებით ახლა შენ გუნდის კაპიტანს ჩემ ლაშას. მაქსიმალურად შევეცდები რომ რაღაცნაირად იქნებ. დიდი მადლობა. ესე იგი, ლაშა, ლევან, სკიპი და კახა, ხომ მზად ვართ? შეიძლება აბა რა უნდა ვქნა? ხიარულად რაც თავარია აქ არაფერი არ წყდება. მერწმუნეთ თავარია რომ ჩვენმა ძვირფასმა მაყურებელმა იგრძნოს სიმხიარულე, კარგი ხასიათი დაუდგეს განწყობა ოჯახში და რაც თავარია ხასიათი კონდეს ამაღლებული. მაშასე პირველი რაუნდი. მოკლედ ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ადამიანებო, სახელგანთქმულო ადამიანებო, პირველი რაუნდი ძალიან მარტივია. ესე იგი, 4-ვე თქვენთაგანმა უნდა მოყვეთ თქვენთვის საინტერესო, საყვარელი, მნიშვნელოვანი, რო გახსოვთ, აი რო გიყვართ, რო ყოველთვის როცა არ უნდა გაიგოთ, ამბობთ რომ ეს არის აი ჩემი ყველაზე საყვარელი ანეკდოტი. აი ეს ამბავია და შეაფასებენ ჩვენი ექსპერტები, რომლებიც უხილავები არიან. ასე რომ მოდი მაინც ლევანით დავიწყოთ. რა თქმა უნდა. ყვითელი სავარძელი გუნდის კაპიტანი ლევან ლელაშვილი. ნუ ჩემ არსენალში ეს ამოვარჩიე რა. მოკლედ ტიპი შედის ექიმთან, აკაკუნებს. უკაცრავად ყელყურცხვირის ექიმი ბრძანდებითო? კი, მოგზენთ, თუ აბა რა ჩივილი გაქვთ. აი ნახეთ ექიმო რა ხდებაო და ჩაიხსნის მეიგას და წითელ გასიებულ ამ ინსტრუმენტს დაუგდებს მაგიდაზე. ეს რა არისო, გასულ. აი ბიჭო, უროლოგი თუ გინდა აგერ გვერდზე გადი აქედან გააგდებს რა. მეორე დღეა. ყელყურცხვირის ექიმი ბრძანდებითო? კი, მოგზენთო. რა ჩივილები გაქვთო? აი ნახეთ ექიმო რამჭა ამოიღებს ამას დაუგდებს. ვინ ახარ შენ რა გინდა უროლოგი მარჯვნივ იქ გადი აქედან ყელყურცხვირის ექიმი ვარ გააგდებს. ნუ მესამე დღესაც ისევ. ყელყურცხვირის ექიმი ბრძანდები. ხო მოდი მომიყევი რაშია საქმე. აი ექიმო დაუგდებს ამას. აი ნახე რა დღეში ხო და მომიყევ რა არისო. მოკლედო ყოველ საღამოსო ჩემთან სახლში მეგობრები ქეიფობთო რა, არ ახსოვთო.
და რომ დავთვრებითო, მე რა ესეთი თამაში გვაქვს, ტრადიციო. გვალი მაგიდა მაქვს, ასე უნდა მიხვიდეს ინსტრუმენტი უნდა დააწყო, ყველამ თავისიო, წრეზეო. ხელები უკან უნდა წაიღო. მაგარი საძმაკაცო ყოფილი. ხო. ხელები უკან უნდა წაიღო და ერთ-ერთი იღებს ბეისბოლის ბიტასო. აუ, ყვირის ბინგო და იქნებსო და უნდა გაასწრო რაღაცნაირად. ეხლა ეს უსმენს, კი მაგრამ მე რაშუაში ვარ, ყელყურცხვირის ექიმი ამიხსენი ამის დედა ვატირეო. ბინგო არ მესმის, ბინგო ეხი. კარგი. მართლა კარგი იყო, სკიპი, მოკლედ ამოვწუროთ ყვითელი სავარძლის ამბები. ხო, ნუ ეხლა აბა კაპიტანს არ უნდა ჩამოუვარდეს შენი ხო, ჩემი პატარა მოკლე ანეკდოტია, მაგრამ ძალიან მიყვარს, ესე იგი, პიროვნება ეუბნება ძმაკაცია ფოსული და ძალიან წესიერი, ძალიან კარგი ბიჭია, კულტურული და გოგო ყავს გასათხოვარი, გოგო და უთხრა რომ გოგო მინდაო, მოგათხოვო, ძალიან კაი გოგოა ყველაფერი, ვაი, მე ამას გაუყარდა. მართლა შვენიერი გოგოა და ყველაფერი. მოკლე ანეკდოტია. ხო. ხო და ერთი პრობლემა აქვს ჩემი გოს, ესე იგი ცოტა ახაც უცნაურია, ესე კევს ღეჭავს და ვერ აგდებს ვერსად. კევი ვერ გადმოაგდებინე, ესე ხალხი ყველგან. ეგ არაფერი არ არის, უგათო, კახეთშიო ვირსაო, ლაგამი გადმოაგდებინე და შენ გოს კევს ვერ გადმოაგდებინებო. ანუ რა. ანუ რა. ესე იგი ვირს მოაგდებინებს ლაგამს. რანაირად ვერ მივხვდი. აი ნო, ესე თავიწე. მოკლედ. ისე რომ გოგოსაც უთხრა, გოგოს გადმოაგდებინე კევს. ვერ მივხვდი უბრალოდ. მოგრეთ, ესე იგი კაც ყავს გასათხოვარი გოგო. თავიდან დავიწყეთ. ხო და ამან უთხრა, გოგოს ვაკო ერთი დეფექტიო, კევს ვერ ვაგდებინე პირიდანო. სიძემ უთხრა, ეგ პრობლემა არ არისო. კახეთშიო, ვირსაო, ლაგამს ვაგდებინე პირიდანო და შენ გოგოს კევს ვერ გადმოაგდებინებო. ესე იგი, ანუ ლოყაზე შემოარტყა. ესე იგი ბინგო. ბინგოს ამბავია, აქეთ. ანუ ლოყაზე შემოარტყა. ხო. მე ვერ გავუბედე. ეგრე გეთქვა გაჩ. მე მომერიდე ხა და ასე. ხოდა ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე რომ არ მოგერიდო შემოკარგო. თავიდანვე მივხვდი კახეთმა კაცი, მაგას ვერ მივხვდებოდი. კარგი, აპლოდისმენტები, შვენიერი. ესე იგი, ლაშა იმედია გამაგებინებ და არ მოგერიდება. თუ საშუალება გვაქვს. არა, მეც ცოტა სამე ვიკნავლებ რაღაც. ცოტა ისეთ რაღაც. აბა გთხოვთ. ესე იგი, ჩვენი უფროსი თაობა ჯანო კახიძის ძმაკაცი გენიალური მომღერალი ბატონი ვანიკო მაჭავარიანი ჩასული არის, საოცარი ადამიანი იყო და ნუ მასეთი მომღერალი ძალიან იშვიათი ყოლია ჩვენ და ჩასულია ზესტაფონში რა, თავის სოფელში საკეიფოთ იქ გადადგეს ყველაფერი მთელი ამბავი და თან არიან მუშები, რომლებიც იქვე აკეთებენ რაღაც სამუშაოებს, მუშაობენ და დაუძახა ამ ხელოსნებს რა და ორი კაცი მოვიდა რა. მოვიდნენ და ახლა ამათანაც დავლევო რა, ახლა რა მოხდაო კაცო, ჩვენი ძმები არიანო და ვიღაცები არიან რა, გაურკვეველი ეტიოლოგიის ტიპები რო არიან, ხო ისე ხო და ეხლა მე მინდაო ბიჭებო დედის სადღეგრძელო დავლიო რა, აი დედის სადღეგრძელო დავლიო და ისითო მე დედამო მიმატოვა 2 წლის რო ვიყავიო რა და იმის მერეო საერთოდო ესაო რა დედა მიმატოვაო რა. ხო და მეორე მეო იცითო რაო მამაჩემსო უღალატაო და წავიდაო გადაიკარგაო თურქეთში წავიდაო მე იქაო მე ისაო მე ესაო და მაშინ დედაჩემს გაუმარჯვდა და თქვი დედას კარგია, შენიერი, მართლა კარგად მივდივართ, სახალისოა ეს ყველაფერი და საინტერესო და კარგი დახვეწილი იუმორი. ლაგამს თუ არ გავეცალწინე. კახა, აბა, კაპიტანის ხარდაჭერა. ხო, მაქსიმალურად შევეცდები ახლა. იცი რა ხდება, ბევრი ანეკდოტი არ მოდის, ანუ სამწუხაროდ ყველას გონია ეს რომ ახლა მსახიობი რომ ახაცა უნდა იცოდე ხო რაოდენობის და ბიჭო არ არის რა ეგრე რა ძნელია. უნდა ჭამო ხორცი. ხორცი უნდა ვიჭამო და ეს ვერ ვიღებ და ამიტომ ეს არის დაფატარავებული. ვერ. მაგრამ ნუ ერთი ესეთი არ ვიცი შეიძლება იცოდეს ანუ მაყურებელმაც და აქ დამსწრე საზოგადოებას. მოკლედ რახან კაცებზე გადა? კაცია რა ტიპია? რახან კაცებზე გადავედი? ხო რა, ანუ აი ხო იყო ერთ ხალხს პირიდან ვერ გამოაკეთა. თელე ამბავი და არჩე ტიპი არის, ყველაფერი აქვს რა, ძუძუები რამე ამბავი ყველაფერი და
ბჭო ისიც აქვს, მაგრამ ეს არა აქვს რა, ორი ცალი რა. ზალაკი რა, ჯიგარი რა. ხო ვერ გავიგე, რაზე არა აქვს რა. ეგრე რა. ხო და აროჩე რა, იტანჯება ეს მასტი რა. ხელს კი არ უშელის რამეში, მაგრამ ნუ იტანჯება. არა, ყველაზე მუღამი ისა რომ სამსახურში არიღებენ გაიგე არსად რა, უამისოთ რა. აჰა. ხო და აროჩე მიდის გასაუბრებას გადის ამ შერჩევაზე რაღაცა. ხო და ანუ მაინტერესებს ანუ რა სამსახურები ასეთი რომ კაროჩე მე უნდა განახო რა. ხო და სხვათა რო გადმოვედი იმ არხიდან მე ჩემი მოწმეს. ბაიძარი დღეს ეგრეა ძმაო. ბაზარი არ არის. ეთახმები. და აროჩე ნუ ვერსად რა, ბოლო ეტაპზე ყველგან ავაგდებენ რა ამ ტიპს რომ ნუ აი არა უიაკა ბოდიში, მაგრამ ვერ და აროჩე ნუ ეს ტიპი დადის რა შერჩევიდან შერჩევამდე. ბოლოს მაგაცმა უთხრა დაიღა ბიჭო ერთი ახლობელი მყავსო შინაური კაციაო. რაღაცა ფირმა აქვს რა თავისიო და დაველაპარაკებიო იმასო და იქნებო რაღაცნაირათო და ნაცნობობან გაჭრას და რაღაც შეკტენი. კარჩე მივიდნენ გაესაუბრეს ახლა ესე რაღაცები და ამ ტიპმა უთხრა ყველაფერი კარგად იქნებაო, კარჩე დავიწყოთო რა. ხვალო მოდიო. ეს ტიპი ეუბნება ხომ არა ისინიო. ხო და არ მაინტერესებსო ესენიო, ეს ნუ შენი პრობლემა, მაგრამ ხვალ დავიწყოთო. კი ბატონო, ხვალ დავიწყოთ. კარჩეო, შენო მოდიო ხვალო მოდი პირველ საათზე მოდიო შენო. ხო ჩვენ WhatsApp-ზე ვიკრიბებითო ის სამსახურშიო რა. ხო და ამ ტიპმა კი ბაზარი არ არისო, მაგრამ ნუ ხა შენაძე მოდიხარ უფროსი, მე რატო თანამშრომელი გუში ნაყვანილი პირველზე და რაღაც. არა, უბრალოდ რა ხდება ვიცი? 10-დან პირველამდე ჩვენ ვიფხანთო რა. ხო და შენო აი ამიტომ რა და ეგრე დაიქიო. გადასარევი. ისა, ადა, გამახსენდა. ნა აბა მიდი მოკლედ ესე იგი ტურისტულ ცენტრში ვარ რაღაც ეს არის მოდი მაყურებელმა რომ გაიგოს თამაშგარი ამბავ თამაშგარი ხო რაღაცას ესე იგი შენ ხშირად ახარ ხომ ჩვენსკენ და იცი კაცო ჩემზე გაგახსენდა ეგ არა მისინე ხო და მოკლედ შენ იცი სოფელი ატენი ხომ იცი ატენიური ღვინო და გამშვიდი ატენიური ღვინო ხო და მოკლედ ერთ-ერთი პიროვნება მეუნება ატენი როგორ დაერქვა ვახ მე ვთქვი რა ხდება როგორ და უცებ გამასწრე ერთი სიტუაცია ეგ მე ესე იგი გაშანშალებული მე-18 საუკუნეა და მიდის საქართველოს ჩემპიონატი ჯოკერში ფინალში გასულები არიან მეფე დედოფალი ვეზირი და მეჭურშორტ უხუცესი 4-ნია დამაჩენები ბოქესტეს რა 4 თამაშობენ ჯოკერს ბოლო პულკა და არის შეტენვა ბიჭო დედოფალს უჭირავს ჯოკერი ხო და ბოლო არა მეფე გადის პრემიაზე და ქოშა რა მოსდო და ამან უთხრა მიარ რასაკეთებ შეკეთე ატენიო ხო და რა დიდი ამბავი ვატენიო მეფე წამოდგა ხო ეხლა ამ გორაკსა და ამ ადგილებსაო თეორიულად დაერქმევა ატენიო და სახში რომ მოვალ იქ კარგესა იქ დაგერქმევა უკვე იქ იქნებაო სატენიო ეს იყო ატენი გადაცარევი შვედიერია ერთას მოყვები ერთი მას თუ შეიძლება თელავზე არ მოყვიცოდი აი ეხლა მისუნე ერთ-ერთი თეატრი ჩავიდა თელავში რა ხო და ჩავიდა თელავში და ესე იგი ესეთი სპექტაკლი არის კამეჩის უღელი ეს სპექტაკლი იყო ესე იგი სამგანყოფილებიანი და გააერთიანეს და მიდიოდა 2 საათ ნახევარი ესე იგი არ გქონდა ანტრაქტი არ გქონდა ამას და ესე იგი სპექტაკლში ხდება ასეთი რამე რომ პიროვნება ბიჭი არის ძალიან ესეთი ზარმაცი უარგისი მამა ეუბნება რომ იშრომე ბიჭი ნუ თავი ქარღილალოზია რა ხო და რაზია ქარღილალო ესე იგი ხო მოკლედ ბოლოს ეს ბიჭი გამოსწორდება კარგად არის და სპექტაკლი მთავრდება ასე 2 საათი მიდის გასვლა არ შეიძლება იქიდან და ბოლოს ამბობს აი შვილო ხო გითხარიო კამეჩის უღერი ძნელიო და წამოხდა კახელი ძნელი კი არა გზელია თქვენ და ჩავიფსი გამიშ ძნელი კი არა გზელია გზელი შვედიერი გადასარევი თამაში ესე მოიცა რამე ისა რაღაცა ღილაკი იქნება გამოვთა. მოკლედ გადასარევად ჩაიარა პირველმა რაუნდმა და აუცილებლად ჩვენი ექსპერტებისგან უნდა გავიგოთ პირველი რაუნდის შედეგები. გავიგოთ აუცილებლად. მოდი ვნახოთ ეხლა. გეუბნება ვნახოთ რა ხდება. ყვითელი სავარდლის შედეგები ლევანის გუნდი. ძალიან საინტერესოა. ეხლა აქ
იცოდეთ რომ 75% მშვენიერი. შეფასდა მხოლოდ პირველი ანეკდოტები, კიდე ხაზგასმით მინდა აღნიშნო და მწვანე სავარძელი, უღელი არ შეფასდა. მწვანე სავარძელი ლაშას გუნდი ვნახოთ. 75% არ არის ცოტა ნამდვილად და ნუ და კი არა ბევრია 70%. მოკლედ პირველი რაუნდის შედეგი გახლავთ 1-0 ლევანის გუნდის სასარგებლოდ. ანუ ყვითელი სავარძელი იგებს ამ ეტაპზე, მაგრამ ყველაფერი წინ არის. იმიტომ რომ მართლა კარგად მივდივართ, როგორც გიყურეთ, განწყობა იყო არაჩვეულებრივი. ლაშა აღნიშნა რომ ძალიან კარგი ამბავი და ანეკდოტი იყო, გადასარევი. ეს იმას ნიშნავს, რომ გადასარევად გადავხდებით მეორე რაუნდში. მაშასე მეორე რაუნდი. მაშასე ჩემო ძირფასებო მეორე რაუნდი და მეორე რაუნდის წესები ძალიან მარტივია. მოკლედ ეხლა ეკრანზე გამოჩნდება ანეკდოტისთვის საჭირო თემები. და აი მაგალითად ცხოველები, ექიმები, სვანები, ნადირობა, მეზობლები, ბავშვები, ცოლქმარი, ოჯახი და ნაბახუსები. დამეთანხმებით ალბათ რომ კიდე საკმარისად ბევრი რამ აკლია, მაგრამ ეკრანზე არ ეტევა, ამ შემთხვევაში კომპიუტერმა ამოვაგდო დღევანდელი გადაცემისთვის ეს თემები. თქვენ უნდა ნახოთ აი ეს პლანშეტი, რომელიც მაგიდაზია და აჭეთ თიც და რომელ თემაზეც გაჩერდება ესე იგი ეკრანი იმ თემაზე უნდა გააგრძელოთ ანეკდოტი. ლაშა, გასაგებია ძვირფასო? მოკლედ თქვენიდან დავიწყოთ. მაშინ მივცეთ ლაშას ლევანი. აბა ვნახოთ. რა შემოგთავაზებს თქვენ შემთხვევაში ჩვენი ძვირფასი ეკრანი? ნუ მე ხა სხვა რო დავწერო, არც იქნება ურიგო. არა, ვერ დაწერთ სამწუხაროდ. ნაბახუსევი, გადასარევი, მშვენიერი. არ არის ეს უცხო თქვენთვის, ხო? რა თქმა უნდა, არ იყო უცხო. არ იყო. ეხლა ამ ბოლო პერიოდში იშვიათად სვავ ხოლმე, მაგრამ არის ხოლმე სიტუაციები, რომ აი გინდა და ვერ ჩერდები, ვერაფერი ვერ გაჩერებს და გიждები მაგ სიტუაციას. ხო, ნუ ახლა შენ არ გაგიგვირდება და ნუ ალილოს ბიჭებთან ერთად ყავს სტუმრები ამერიკელები და ესენი ბოლომდე უნდა გავაგიჟოთ და საშინელებები უნდა უქნათ და ჩვენს გავიმეტეთ თავები და შევასკდით ერთმანეთს ბოლოს ეს ამერიკელები გაასვენეს და ჩვენ გავაგრძელეთ აი და დილით მივდივართ დასავლეთში გვაქვს კონცერტი რა. აჰა. ხო და მე ჩემმა მეგობარმა უნდა გამომიაროს ერთ-ერთმა წევრმა იმას უნდა გაუაროს და დილით 7 საათზე ხო ვერც ერთმა ვერ გავიღვიძეთ და 8 საათზე როგორც იქნა გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ რომ ვერც ერთი მანქანაზე ვერ დაჯდა. შანსი არ არის, გამორიცხულია რა. აი ესე ვარაუდით რომელი ხარ ვერ ვცნობთ ერთმანეთს და აუ რა საშინელი მომენტი. უცებ ვიქირავეთ აი ეს მარშრუტკას რო ეძახიან რა. მარშრუტკას რო მივედი ძლივს შევიკრიბეთ 11-ის ნახევარზე. ხო? გავედით ეხა მივედით ტაქსებით მივედით ამ მარშრუტკამდე, იმიტომ რომ იქ მანქანაზე ვერ დაჯდა. მე წინ როგორც ყველაზე ესე იგი მოსული დავჭექი წინ ზღოლთან რა და ესენი შეეტენენ უკან ნუ 3 საათი ხო შევდიოდით და ესე ვარ და რაღაც საოცარი სახეები გვაქვს და წავედით ეხა დავიძარით რა და ერთმა კი ილუღლუღა რომ რაღაცა ან ყავა დავლიოთ ან პივა რაღაცაო და დეიძინა ხო ვეღარ მიიტანა წინადადება ბოლომდე და მივედით და სადაც ყავაზე უნდა გავჩერებულიყავით იქ არავის არ გაგვახსენდა ეს ყავა და წავედით, გავედით და ერთი 3 საათი მივდივარ და ჩავედით ზესტაფონში რა. და ბოლოს მე გამახსენდა რომ მოდი რა რაღაცა ყავა დავლიოთ, რაღაცა შევიდეთ, რაღაცა იგი ლავაცა თუ რაღაცეები. ზესტაფონამდე როგორ ითმენ? ხო, არ ეხლა როგორ ყובה, იცით სულად გავა. ეხლა გეუბნები რომ ზესტაფონი თორე მაშინ ზესტაფონიც არ არსებობდა. ვერ ხვდები. ხოდა ყავა მოდი გავაჩეროთო და ამანაც მძღოლმა გააჩერა და შევედი ეხლა და ესენიც გადმოვიდნენ და ყავას ყიდულოდა ბიჭო ვიღაცა მაგარი ნაცნობი ტიპი გაიჩითა რა როგორც ვიღაცა აი როგორი ნაცნობია იცი კეთილი სახე აქვს და აი ბიჭო სუ აქ მაქვს რა აი ჭალის სახელი ხო იცი აი ეგ პონტია და აუ და ვაიმე და შენ გენაცვალე და გამარჯობა მეთქი რა უთხარი რაღაცა გამიხარდა თან ნაცნობი რაღაცა მეყფსირე რაღაცა და როგორ ბრძანდებით როგორ ახართ მეთქი რა ხდება თქვენსკენ მეთქი და მე მარშრუტკის მძღოლი ვარ. 3 საათი ერთად მოვდიოდი. ვერ ზესტაფონი ვერ იცანი. ერთ მარშრუტის. ეს არის ისტორია, რომელიც ანეკდოტად დადის. კი, ალბათ.
აბა ვეგეტარიანელო. ო, არა ვარ, ნუ მეძახი, თორემ მთელი ქალაქი ეგრე დამიწყებს. არა ვარ, ჭამ, ყველაფერს ჭამ. ხორცის გარდა. ხორცის გა. აბა უხორცო. უხორცო სუპირა ევასება. ესეა. ლონდების და აბა გთხოვთ, მიდი კახავ, ნახოთ რა აბა თემა იქნება. გაამართლებს, ვერ გაამართლებს? ამართლებს აუცილებლად. იმიტომ რომ იქ რაღაც ნახოთ, როგორი იღბალი გაქვს და რა გინდა. მეზობლე. მეზობლე. მეზობელო კარისაო, ხო გახსოვს? აბა მიდი. მეზობელ. მოკლედ. ძალიან ისეთი მეზობლებზე. აქტიური თემაა ანეკდოტებში. ხო, მაგრამ მაინც ეს შენთვის არის აქტიური თორე. არა, გადააკეთე. მაიცადე. მაიცადი. მეზობელ. კაროჩე. საღამოა რა უკვე რა, აი რომ დაბინდდება რამე და ქალი მოდის სამსახურიდან დაღლილი ძალიან. ყველათან ჩანთაში არა ჩაფლული რამე ამბა ეძებს რაღაცას და სადრაბაზოში შედის და ის კარებები რო დააყენეს კოდებით და ამბებით. დამაფონი. ხო, აი ესა სახლის, ხო? კაროჩე კარები როგორც იქნა გააღო რა და გააღო და ბიჭო შეყო თუ არა თავი და ხედავს ვიღა ჯიგარი დგას კუთხეში რა. ანუ ეს ის პერიოდია მოდაში რო იყო რა, პადეში მოფსმა და რამე რა. არც ეხლა თლად არა, ეხლა ლივჩი გადავიდნენ. ის პროდრო ტიპია და მაგითო. ხო და ტიპი დგას რა, ვიღაცა ყაყალებს რამე ერთი ხელით და ამქამა ბიჭო რო შევიდა დაინახა, ნუ ეხლა ისეთი პონტია რა და უცბად ეს სინათლეები რო აინთო და ვაიმე ამქამა რა, რაღაცა და ამკაცმა გამოხედა. ხო და ნუ ქალბატონ ნუ გეშენ მობრძად მიჭირავს. დავშლად გადა. მორჩა. არა, არ გაუშვა თორე. მეზობელი იყო ალბათ. მეზობელი იყო ხო, აბა ეხლა ეგ დაახლოებით როგორი ვარიანტია იცი პატა ვისა ცენტრში ვიღაცა ფსავს რა და პატრული მივიდა და გიჭირო რა უნდა დამიჭირო მე ჩვენი რა მიჭირავს რაღაც ცოცორა ეხა შეგონია რომ მართლა ვერ მივხვდი იმ პირველ ვარიანტს დეტალურად რომ მიხსნი ყველაფერი ძველი გამახსენა კიდე ეს თემა მოკლად ბარე მაგრამ კი ბატონო თრალი დგას და უბერას და ტიპი სიგარეტით მოდის და სასანთი არ აქვს და აუ მომაკიდებინე უნდა მოკიდეგენოც კარგი ესე იგი ამ გამფუჭებულ ხალხში როგორ მომიყვანე ინტელიგენტი კაცი შენი ანეკდოტი როგორი სათნო იყო რაღაცა და რაღაცა არც შევიგინე იცი კიდე რაღაცა მანამდე პირველი ანეკდოტი არც შევიგინე წყალი გადავასხი გავაგზავნოთ თქვენ დაიწყეთ როგორც გუნდის კაპიტანმა აჰა 1 2 და 3 რაც არის ნახოთ თქვენ შემთხვევაში კომპიუტერი რა თემას მოგცემს რის საშუალებას მოგცემთ ექიმები აჰა რა გინდა ლაშა შენი თემა იყო მე მგონი რა ესა რა კი ბატონო ექიმებიც ძალიან ისეთი ხშირი თემატური ინაც ხო პირველი ხო ექიმის თემა იყო და ესე იგი არამს ექიმი კარგი მიხვდა კომპიუტერი რომ ექიმებზე ყვებით ძალიან კარგი ერთი ძველიანი ნოტია გადაღებულიც ქონდა პასიენსის დროს მე მგონი ხო კი ჰა თუ აღარ მოს კაი არა აქვს მნიშვნელობა მოკლედ ისა რა ქვია მომღერალი მივა ექიმთან კარგი ოღონდ ოპერის ექიმო მიშველი რამე რა გჭირთ რაში ესე ოპერის მომღერალი ვარო ერთ კვირაში მაგ ლასკალაში დანიშნული კონცერტები შეხედე რა დღეში ვარ ისიც საათი არაფერი სასწრაფოდ რაღაცა მიშვი დაწყდი დამშვიდ ეხლავე გაგსინჯავთ და ჩაყვა რაღაცები აქეთ იქით ქვემოთ ზემოთ პირი გააღე ის გააღე ეხლა რა გჭირსო თქვენ უყურეო ღმერთმა დაგაჯილდოვაო ძალიან დიდი ინსტრუმენტითო და ეს წლების განმავლობაშიო დაკაჩა იოგები ნელა დაკაჩა და ხმა წაგერთვაო რა რა ვქნა ეხლა რა ვქნა და არაფერიო ნუ ქირურგიულათო ცოტა ჰოპ ნახევარსო რა ცოტა მოგაჭრითო და ავა მაღლაო რა მიდი ჩქარა კონცერტი ლასკალას გაუკეთეს ოპერაცია ჰოპ წავიდა 2 კვირის მერე ჩამოდის და შემოდის ექიმის კაბინეტში დიარა გაიხარე ექიმო რა ესე იგი კონცერტი წავიდაო იმის დედავატირეო რა ბრავო ბის ვეღარ დავითვალე რამდენჯერ გამოვედიო რა მაგრა ჩაი ყოჩახო მაგრამო
რაშია საკუთრება? აგრამო? ცოლი არ მიშვებს სახშიო. ცოლიო, მიჩვეული იყო იმ ზომასო და ახლა ულტიმატუმს მიყევნსო. ან ოპერაო, ან მეო. ხო და მოდიო რა, ჯიგარო, მომანკერე ისე უკანო რა. აპ, მაგას ჩვენ არ ვინახავთ. სკიპი. დერიერი. აბა ვნახოთ. შენ შემთხვევაში რა თემა იქნება? ცალხილამოა. ოჯახი. შენი ოჯახი. აბა გისმით. ოჯახზე მახსენდება რა. მოკლედ უკაკუნდეს ერთი რა. ნაზო, გენაცარი გამოაყო გარები და ვიმე შენახარო ქეთებ რა ხდება? ამაღამა თქვენთან დავრჩებიო რა. რატო ხალო რა ხდება? რა ხდებაო და უვალატეო გოგიასთანაო. ვისაო ჩემ ქმარსაო და რა უთხარიო კაცურათაო რა გიღალატეო და გამომაგდო და დავრჩები სახში. რა დებილი ხარ? კი არ უნდა გეთქვაო. მეო მიხოსთანაცაო ღალატყოფო, ვახოსთანაცაო, ჟორასთანაცაო, ანზორასთანაცაო, ბეგლარასთანაცაო, მაგრამ კი არ მეუნევიო და სპალინდა გამოთაქვა. მე თქვი და დედაც აი კუთხური ანეკდოტები ჩემოლაშე რას იხელ კახელზე რომ აბსოლუტურად სხვა სახელები ჩამოთვლიდა ხო ეცია ეხლა იქ თავის კუთხეში წავიდა და იმიტომ თქვა ეგ ერთი ამბავს მოყვები რა ერთს მოკლედ სიტუაცია ტელევიზიაში ვზივარ ჩვენთან ტრიალიზე რაღაც და იქიდან და ესე იგი ჩემიც მაგაცები ამობენ რომ ერთი 4-5 დღის უკან BBC-ს გოგუები ჩამოვიდნენ BBC-ს გოგუები მოდიან სასწავლები და მე რაღაცა ჯღანი ტელეფონი მაქვს და ის გადავმალე რასაც ვიგებდი რაღაცას და ის კამერები ჩვენი რაღაც ცოტა ისეთი არ არის ხლა მე ესე მგონია რომ ხო და გადავმალე ყველაფერი მე თქვი BBC-ს სასწავი მოდის და ამ დროს გაჩერდა ესე იგი მარშრუტკა სამარშრუტო ტაქსი და გადმოვიდა 10 ქალი 10 ქალი მოდიან არ ჩანდა არც ნოუთბუქი არც კამერები არაფერი ჩვენ ყავა დავლიეთ ყველაფერი აკეთე და მე ვთქვა რუათ BBC-ს ამბობდი რა BBC-ი აი BBC-ში მეთქი რა აპარატურა მეთქი BBC-ზე ჩვენ ისე გვეცახე ჩვენ და ბებერი პოზების სასწავი ვარ ბებერი პოზების სასწავი და BBC გადასარევი შენიერი იყო ძალიან კარგი და მეორე რაუნდიც უნდა შევაფასოთ ნამდვილად კარგად მივდივართ და ამ შემთხვევაში ჩემო ძვირფასებო დავიწყოთ ლაშას გუნდიდან მწვანე სავარძელი ვნახოთ მეორე რაუნდს როგორ შეაფასებს ჩვენი ინკოგნიტო ჟიური საინტერესოა ის რაფად რომ დაიწყება ხოლმე ციფრების ათვლა გულს უხარია და 78% შვენიერი. გადასარევი და ნახოთ ყვითელი სავარძელი. ლევანის გუნდი. ფულები არ დაგვაქვს, თორე ცალხილად BBC-ს გუნდი. 80% გადასარევი. საერთო ანგარიში გახლავთ 2-0 ყვითელი სავარძლის სასარგებლოდ. ლევანის გუნდს ვულოცავ ამ ეტაპისთვის წინ წასვლა შემოძვირფასებო. მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება, იმიტომ რომ წინ მესამე რაუნდია, ესე იგი, ისეთი რაუნდია, რომ სავსებით შესაძლებელია გათანაბრდეს ანგარიში. ლაშა, დავიწყოთ. კი ბატონო. მე საერთოდ ანეკდოტების მოყოლა მაინდა-მაინც არ მეხერხება, მაგრამ ეხლა სულ სხვა თემა არის და ასეთი ანეკდოტია, რომ კომისია შედის ძნელად ახსაზდელი ბავშვები რო არიან, პატარა ძნელად ახსაზდელი ბავშვები, არც სწავლა რო არ აინტერესებთ, არაფერი რო არ აინტერესებთ და მათემატიკა მით უმეტეს რო არ აინტერესებთ და შედიან რამდენად აცთენილები არიან საერთოდ ზოგადად ცხოვრებას და პროგრამას რა ეს ბავშვები შედიან ეხლა და იკითხებიან ელემენტარულ კითხვას სვამენ და იწერენ პასუხებს რა და შევიდნენ ეხლა ერთ ჯგუფში და ეკითხებიან ერთ ბავშვს რომ ესო ისაო რა, ახლოს არიანო რა, ცოტაო რა, იმასთანო რა, კითხვებთანო, აი ეს ჯგუფიო რა, ცოტა დაწინაურებული ჯგუფიაო და ამ დაწინაურებულმა ჯგუფმა ასეთი კითხვა-პასუხი გაცა რა იმ ბავშვებმა, ძირითადად ერთმა ბავშვმა რა, ყველაზე აქტიურმა, რომ ორჯერ ორი რამდენიაო და
34-იო რა. ხო და ლევან, ხო არაფერი თქვენსკენ. ეს ტიპი. ხო არ გახსენდებათ რა. ვერ დავწინავრ იმ ბავშვებში ის ბავშვები ვარ. ხო და თან გაითება 2x2 34-იაო. ნუ აი რაღაცა ციფრი მაინც თქვაო რა, ლოგიკასთან ახლოსაო ციფრი მაინც თქვაო და ეხლა ცოტა უფრო რთულ ჯგუფში გადავიდეთო. წავიდნენ ეხლა რთულ ჯგუფში მივიდნენ და აი ნახეთ აქაო რა ხდება რა სიტუაციაო. შევიდნენ ამ რთულ ჯგუფში, შედარებით ძნელად ახსაზნელები უფრო და 2x2 რამდენიაო და 4 შაბათიო იმი. ანუ ცოტა ისეთი პონტია რა. აი ნუ 4 შაბათი ეხლა ისა სუისე კი არა ბინგოზე რო ყვები და იმადა ცოტა ისეთი მაღალი. ხო და ინტელექტუალური ხო და ისა რა ქვია, ნუ ეს შედარებით რთული ჯგუფიაო და მაინცო ხედავო 4 შაბათიო რაღაცას მაინც 2x2 4 შაბა რაღაცა რაღაცა ნუ გასაგებიაო და ეხლა თლად დეგენერაციამ თლად იმეებში შევალთო რა, აი არაადეკვატურებთან რა. ხო და შევიდნენ ამ არაადეკვატურებთან, ბიჭო, შევიდნენ და ერთი წუთი ძვირფასო. კიდე არაფერი? გახსენებით არა, მაგრამ ლოგიკურად ხო შეიძლება რაღაცა ფიქრობ მეთქი როგორ დავამთავრე? რა უნდა დაждდეს რა. ო, სკიპი შენ შეგიძლია თუ გაქვს ორივე. ესე იგი ჩვენ ეხლა უნდა გავაგზელოთ უკვე? თუ გვაქვს რომ კი? თუ მზად თუ იცი. თუ თუ არ იცით ეხლა შეგიძლია არა, არა, ხო და ისეთ მოდი გავაგზავნოთ, აბა. გავაგზავნოთ. ხო და თემა და შედიან ამ არაადეკვატურებში რა, საერთოდ საგნებს ერთმანეთთან რო არ აკავშირა, კიდიათ ვაფშე ყველაფერი და შედიან ბიჭო და რამდენია 2x2 და 4-იო ტიპმა. იმენა შოკში, ყველა შოკში ჩავარდა, ვაიმე რა ხდება და ძეთა ბიჭო როგორ მიხდი და ისა 4 შაბათს გამოვაგელი 34-იო. არა ეს არ ვიცოდი. 4 რო იყო და მაგას მივხვდი, გაიგე, მაგრამ მე აი ეს როგორ იქნებოდა. გადასარევი ლაშა. სიმართლე გითხრა, ეს ანეკდოტი მეც არ ვიცოდი. ხო, მეც ეხლა გამახსენე. შვენიერია. 4 შაბათს გამოვაგელი. არა და მე მისმინე სადღაც გავიხსენი, მაგრამ აი კარგია რომ არ გარისკეთ. ხო. ლაშა, ეხლა გაქვს შანსი რომ ანგარიში გახადო საყაიმო. ლევან, დაიწყე. არ ვიცი ეს ახლა ანეკდოტები. მეუბნები და აჰა. ახლა შენც ჩაერთე. კი, ჩავ. მარტო ხორცის ჭამა კი არა არის. მე და იმეების ხანა. აბა ყურადღებით, ლევან. ახან ციფრებზე დაიწყე, მეც ციფრებით წამოვალ. მოგეთ ტიპი დაიჭეს ვერცხლის თევზს რა. ხო და გამიშვიო რა, ვერცხლის თევზი ვარო და შეგისრულებო და კი, მაგრამ რითი განსხვავდები ოქროს თევზისგანო და არა, ჩვეულებრივად სამსხვილს იტყვი და შეგისრულდებაო. ოღონდ 3 იმდენიო, შენ სიდერთთან მიდისო რა. აჰა. გამიგე, შენი, მაგრამ იცი? გაგრძელი ბოდიში. ხო, შეიძლება იცით. აიო, მიდიო, მოკლედ დავიწყოთო პირველი რა მინდა იცი? მოკლედო ყველა ქალაქშიო, ისა რა ქვია. დიდი სახლები ჩამიდგიო რა. კახა. მილანში, საფრანგეთში, ლონდონში, აიგარი თუ არა. მოსკოვში, დიდი ასაბნიაკები, რასაც ეძახიან. კი ბატონო, ხოპ, ყველა ქალაქში დიდი სახლები გაქვს, ნუ ვერანდებით, აივნებით, ბასეინებით. ოღონდო, იცოდებო რომ 3 იმდენიო, შენ სიძეს სახელზე გაფორმდაო მაგ ქალაქებში. კახა, დასაკარგი არაფერი არა გაქვს, მინდა გითხრა, თუ რაღაცა ვერსია გაქვს, შეგიძლია გარისკო. მიდი. მეორე სურვილიო, ერთი წუთით რისკაა? მოიცა, მოდი მესამე სურვილამდე მოვიცი. ხო, მე დავთავრდა უკვე. ზუსტად არა, შუამდე, მიდი კი ბატონო, გავაგზავნოთ რა. მეორე სურვილი რა არის? მეორეო ძმაო, ყველა ქალაქშიო, ბანკშიო, თითო მილიონი დამიდე ყველგანო რა, ყველგანო, გაიხსნასო მილიონებს. კი ბატონო, ლონდონში, პარიზში, მილანში, იაპონიაში ყველგან გაგეხსნა, ანგარიში ყველგან მილიონები დაიდო. ოღონდო, გახსოვსო. 3 იმდენი შენ სიდეთზე გაიხსნაო. ეს ამბებიო რა. ხო და ეხლა ეს არევასა რა. გადათვალა ამან, გაიგე? ბიჭო, 3-ჯერ მეტი ისა აქვს, რა ქვია. რაც შვები.
ხო, ბოდიში. რისკავ? რისკავ ხო, ეხლა რა გვაქვს მე ხო მე რაღაცა ვერსია მაქვს, მაგრამ ის ცოდნის ვერსია არ არის, ლოგიკური ის არის, ამიტომ მოусვინოთ და კაპიტანი ეთობა ლოცმანს. დავაი. არა, მაპატეთ თუ ვერა, მაგრამ ადვილი. ხო, და ანუ მესამე სურვილი რა? მესამე სურვილიო და ოღონდ გახსოვდესო, რომ შენ სიდეცო სამჯერ მეტიო. აჰა. და ეს ტიპი ყოს კარგიო, ჯანდაბასო. მაშინ მინდაო მიკრო ინსულტი მქონდესო. ეგ არის. შენიერი გადასარევია, კარგია. უკვე აქ ყველაფერი, მე მგონი გასაგებია და ნათელია რომ საერთო ანგარიში გახდა 2-2. ეხლა მოკლედ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. პენლებია, დამატებით დროში გადავედით. მე ვთხოვ ექსპერტებს მითხრან როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. ძალიან კარგი თამაში მიდიოდა, თავიდანვე ვგრძნობდი და შესაბამისად აი ამ საინტერესო რაღაცამდე შედეგამდე რომ მივიდოდით საინტერესოა. აი დაძაბული თამაში გამოგვივიდა. კი ბატონო. კარგით, მარტივად მე თუ მკითხავთ ლევან ლელაშვილს ეკუთვნის ეს ჯილდო, როგორც ჩვენი იუმორის პატრიარქს და ჩვენს მამას. ჩემგანაც ეს, მაგრამ თამაშია, ჩემო ძვირფასებო. თუნდაც ამანო წაიღოს ახლა ისა რა ქვია, სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ტიტული გულის გამისკდება. ხო, მაგრამ თქვენს გარდა სხვა საპატივსაცემო სტუმრებიც ყავს და არ დავარღვიოთ წესი ჩვენი თამაშის. გადაწყვეტილება ასეთია, ჩემო ლევან და ჩემო ლაშა, გუნდის კაპიტნებს მოგმართავთ. თითო ანეკდოტს მოყვებით ან ისტორიას და აი ამ შეფასებით გადაწყდება არა. მხოლოდ კაპიტნები ამ შეფასებით გადაწყდება დღევანდელი გადაცემის გამარჯვებული. მაშ ასე გადამწყვეტი რაუნდი. მოდი, რახან ლევანი შევაჩერეთ. შენ კიდე გაქვს მოსაფიქრებელი დრო, იმიტომ რომ თქვი რომ ლევანი ბევრი იცის მაინც და კიდე მოგცემ შანსს რომ კარგი რამე მოიფიქრო და ლევანი დაიწყე შენი გადამწყვეტი ანეკდოტი, რომელიც გადაწყვეტავს თქვენი გუნდის. ფაქტია პენლებია რა, პენლები. ბატონო. გადავიდეთ კახეთში. აი რა იგებს თამაშს, იგებს. ასაგებია, საწყალი გურია, მოკლედ, ქორწილია და მიხვა თამადა. სამზადიში უნდა დაიწყოს. 15 წუთი და სად არის ჩემი მიკროფონი ყვირის გაიგე და აბა ბავშვებო მიკროფონი ბავშვებს ჩააბარავ ტექნიკა დინამიკი მიკროფონი. მიხოძიო გაგვიფუჭდა ბიჭო ეს მიკროფონიო რა და Bluetooth მიკროფონი მოგიტანეთო. Bluetooth მიკროფონი რა არისო? ესე ვიკეთებო, ესე გაგიკეთებთო რა ესე. აჰა. ლაპარაკობ ისმისო რა. იმას ვერ გამიკეთებთო? ვერაო რა. კაცო მეო მიჩვეული ვარა ჭიქას რომ დავიჭერო აქეთ მიკროფონიო ამ მეორე ხელში ესე ჭიქაო და ესე რომ სტუმრებს და ეს არა უშავსო რა ნუ ესე გაიკეთებო ასე გეკეთება მიკროფონიო და ან წარმოიდგინე ეს ჭიქა არის მიკროფონიო ბიძა ჩემო და ნუ მიდიო რა ხო კაი მაიტა იწყება ქორწილი გაუკეთებენ ამ Bluetooth არის კოსმონავტი ხო აბა ძვირფასო სტუმრებო შევავსოთ ჭიქები დღეს დიდი სიხარულის დღეა ჩვენი ნეფე ჩვენი მეფე ჩვენი სიძე უნდა ვადრე რა ქვია დედა კარგი აბა ესე იგი შენ გიждები აი ხლა ეს არის მართლა ისეთი ცნობილი ანეკდოტი მაგრამ მართლა კარგად მოყევი აი რას ნიშნავს გამოცდილება ხო აბა რა გადასარევი აბა ლაშა მე ცნობილ ამბავს მოყვები გამოუცდელად კი ბატონო ესე იგი შენ ყველაფერს ისე იმისეთებს ყვები რაც ანეკდოტად დადის და პირდაპირ თქვი რომ ანეკდოტი შემდეგი არა ანეკდოტების მოყოლა ნაკლებად მეხერხება მე უფრო ნამდვილი ამბები და თან რაც ჩემთან ახლოს ხდება და ჩემი დიდი მეგობარი გახდათ გენიალური ქართველი მომღერალი ზაურ ბოლქვაძე ყველამ ძალიან კარგად იცით და ერთხელ მირეკავს აი მე ვარ 26 წლის და ზაური არის 58-ის და ჩვენ მეგობართან ერთად არის და მირეკავს მაშინ ისინი იყო დიდი სიმენსები რო იყო ხოცა ასეთი ჯოხტაფერისას ის ქონდა მე მგონი ხო და მოკლედ მირეკავს და მეუბნება რომ ისაო რა ქვიაო
მაი პეროვსკაია მანახე ერთი რა არისო. პეროვსკაია მანახე ერთი რა არისო. კაც დაუპერდი კაციო და იქანეო ტორტებიაო, კაი გოგოებიაო, ისაო და გამას ხო ბარებიო ეგია და ახლა მე სვამი წვაძე და იმაზე ვარო და წამიყვანეო ერთი ხო მანა ხა ჩემთვის ისეთი ბედნიერება იყო. ძალიან დიდი ბედნიერება იყო რომ ზაურ ბოლქვაძე რაღაცა და სპეციალურად იქეთი გავაჩერდი იქ ფეხით წევიდეთ უთხარი რაღაცა იქეთ ფეხით უნდა გადახვიდე რაღაცეები და მოვდივართ ახლა და ვიყურები რომ ვინმე მიყურებდეს რომ აი ზაურ ბოლქვაძე ბუმია თან მაშინ ხო ბუმი მაშინ ისა რა ქვია მესისავით არის რა და ხო და ბიჭო და ასე ბედნიერი მიდიო და შევედით პეროვსკაიაზე და დავასხით ახლა კონიაკი და მის ხა მე ცოტა თვითონ ბევრი და ის ხო შე პატარა ხარო და წრუპავთ ახლა და შემოდის ოფიციანტი რა ოფიციანტი არის ნაუმი კემბელის ტანზე დგას აშხვართალებული 2 მეტრიანი და ოღონდ შეტრიალებულია ზურგით ვიღაცამ დაურეკა და ამ სიმენს ამ დიდი ტელეფონით ლაპარაკობს რა და ზურგითთან შეტე თმები რაღაცა და ტანი აქვს ძალიან მაგარი და საურა უყურეს ბიჭო რა სიმაღლეა ეგეც შენი პეროვსკაია ამ სიმაღლეზე იჭერს აი მობილური ნეტა დედა რა მაგარია ბიჭო იძახეს რაღაცა ზაურა და შემოტრიალდა ეს ქალი ბიჭო და რამდენადაც მაგარი ტანი აქვს სახეზე არის ნუ ფრუნზიკა მიკრიტიჩიანზე ოდნავ სიმპათიური რაღაცა საშინელება და ზაურა ჭიქა გაუვარდა ხელიდან და აი ერთმა დაიწყო და მეორემ დაამთავრა კი მაგრამ გადასარევი ეს ნაღდი ამბავია რაც მე ანეკდოტია რა ხო აბა რა არაერთი ამბავი მაქვს თქვენგან მონაყოლი ამ გენიოს ხალხზე და ძალიან მაგარი იუმორი ქონდათ ყველაფერთან ერთად. აი მე კინაღამ აი წვერის პარსვაზე იცით წვერის პარსვაზე? კი ბატონო წვერის პარსვაზე იცით ეგა? რა ქართული ხმები რომ ედის ფოთში გასტროლები რო აქვს და მარშრუტკა ხო ყავდათ მაგათ რაფი და იმ გზებზე ხა 90-იანებში რო გზები იყო 120-ით რო მარშრუტკა მიდის ხო იცი ხა რა ისა და გოგი ადოლიძე ცხონებული ზის იმასთან საჭესთან რა ზაურა გვერდზე უზი ხო და ზაურა თვითონ ზაურა ეგენი ხო ერთად დადიოდნენ და ბიჭო ძალიან ჩქარა მიდის რა ძალიან ჩქარა მიდის და თახთახებს ესრაფი და ზაურა შეეშინდა და ბიჭო პატარა ნელა რომ გეიარვა შეიძლება აუ თხა და რას ლაპარაკობო ბიჭო 4 საათზეო ფოთში უნდა ვიყოთო უნდა დავიბანოთო გავიპარსოთო და მერე მაი ჩვენით რომ ქნათ არ შეიძლებაო კარგია ბავშვი გახარებული პირვის მამასთან მამი სკოლიდან მოვის მამი რა იყო შვილო დღესაო ჭუჭუები დაბატონე და პირველად გიზა გავედიო ბატონო დღესაო ჭუჭუები დაბატონე და პირველად გიზა გავედიო და გახვიდოდი შეიძლება 4 წელია მე-5 კლასში ხარ დარჩენილიო გადასარევი ესე იგი სკიპის დავაკვირდი თამაშგარე ისეთებს არ თავს თამაში მაგრამ ახლა ჭუჭუს თემა არ აქვს კარგი მშვენიერი გადაცემა იყო და საბოლოო ანგარიში გავიგოთ ლაშა გლონტის გუნდი მწვანე სავარძელი მოდი იქნებ ჟიური მფრედასვას იმიტომ რომ ჯობია ხო ასე არის მოყვალაშა ხო გადასარევი კარგი 85% არაჩვეულებრივი შედეგია და ყვითელი სავარძელი ლევანის გუნდი ვნახოთ საბოლოო ანგარიში არც მინდა გახედვა რა აი პენალის ამბავია ხო ვიცი ხედავ შენ მე ფარ აბა ვნახოთ 90% საბოლოო ანგარიში 3-2 ლევანის გუნდის სასარგებლოდ სკიპი ლევანი გილოცავ ყვითელმა სავარძელმა გაიმარჯვა ჩემო კარგო დიდი მადლობა ლაშა კახა მოგზანებისთვის უღრმესი მადლობა მინდა ლევან თქვენ და ჩემი სკიპი მოგზანდეს აქ ჩემო კარგო ხელცარიელი ხო არ გაგიშვებთ ახლა აქედან ეს არის ჩვენი ჯილდო ერთი ჩემი მეგობარი მეუბნება არა თქვენ პირიქით ერთი მე მინდა რომ სიმღერა გთხოვ და იმედია რომ ის რაც ყველაზე კარგად გამოგდიო ლევანამ და დამდვილე ლაშა სიმღერაზე არის ესე იგი ჩემო ლევან მე მინდა გითხრა რომ ეს არის ჩვენი ჯილდო ერთი მეგობარი მყავს კახელი ქიზიყენი და იბარ მითხრა რა კაი დილჯოები გაქვს თუ გადაცემაში რა დილჯო ჩემო კარგო რომელიც დარჩება სიმბოლურად თქვენთან იმისთვის რომ ნამდვილად კარგი იუმორი აქვს ჩვენს ლევანს აპლოდისმენტები ეს თქვენ ჩემო კარგო მადლობა